რიცხვი რომ პროცენტის სახით ჩავწეროთ, ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 100-ზე და მივუწეროთ პროცენტის ნიშანი. მაგალითად, 1.3 ჩავწეროთ პროცენტის სახით. 1.3 გავამრავლოთ 100-ზე, 1.3 გადავაქციოთ არაწესიერ წილადად. 100 და 4 შევკვეცოთ, 7×25 გამოვიდა 175. 10 წილადის შემთხვევაშიც გავამრავლოთ 100-ზე. გავიხსენოთ, რომ 10 წილადს როცა 100-ზე ვამრავლებთ, მძიმე უნდა გადავწიოთ 2 ერთეულით მარჯვნივ. გამოვიდა 23.5. ახლა კი პირიქით, პროცენტის სახით ჩაწერილი რიცხვი გადავაქციოთ წილადისა ნაწილადის სახით. ამისთვის ის უნდა გავყოთ 100-ზე. მაგალითად, 45% ეს იქნება 45 გავყოთ 100-ზე. ანუ 45 მე-100 შეგვიძლია შევკვეცოთ და ეს იქნება 9/20. 10 წილადის შემთხვევაში უბრალოდ 100-ზე გაყოფის დროს გავიხსენოთ, რომ მძიმე უნდა გადავწიოთ 2 ერთეულით მარცხნივ და გამოვა 2.222 მე-1000. 105%-იც გავყოთ 100-ზე. 105 მე-100 შეგვიძლია შევკვეცოთ 5-ზე, გამოვა 21 მე-20. გამოვყოთ მთელი, ეს იქნება 1.1 მე-20. 4/5-იც გავყოთ 100-ზე, ამისთვის 4/5 უნდა გავამრავლოთ 1/100-ზე. 100 და 4 შევკვეცოთ. მივიღეთ 1/125. ახლა კი ვნახოთ, როგორ უნდა ვიპოვოთ A რიცხვის P პროცენტი. ამისთვის A რიცხვი უნდა გავამრავლოთ P მე-100-ზე. მაგალითად, ვიპოვოთ 145.5%. ამისთვის დავწეროთ შემდეგი გამოსახულება. ნულები შევკვეცოთ, 10 და 14-იც იკვეცება 2-ზე, აქ იქნება 5, აქ იქნება 7. 5.5%-ით შევკვეცოთ 5-ზე, იქნება 1.1 და გამოვიდა 7.7. 220-ის 50%-ით ვიპოვოთ იგივენაირად. ნულები შევკვეცოთ. 22 ჯერ 5 კი გამოდის 110.